საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს ქართველთა განმანათლებელისა და მოციქულთა სწორი ქალწულის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. წირვაზე თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარმა შეკრებილი მრევლი დალოცა და მათ წმინდანის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველა სიყვარულით, სიხარულით გილოცავთ ნინოობას. წმინდა ნინოს ლოცვა კურთხევა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი ჯვარი. ღმერთი აძლევს ამ ჯვარს და აძლევს ხშირად მძიმე ჯვარს. წმინდა ნინო იყო კაპადოკიელი, თქვენ იცით, და გაბედა ასეთი დიდი მოგზაურობა საქართველოში, იცოდა რომ საქართველო წარმართულია და აქ ინახება კვართი უფლისა. ძალა ღვთისა უნდა მიყო მასზე და დიდება უფალს, რომელიც აძლევს ჯვარსა და ამასთან ერთად აძლევს ძალას ღვთისას, რომ ატაროს ეს ჯვარი. ჩვენ დღეს შევთხოვთ წმინდა ნინოს, რომ შუამდგომელი იყოს წინაშე ღვთისა, რომ საქართველო დამშვიდდეს, საქართველო გაძლიერდეს, გამთლიანდეს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს წირვას ესწრება ჩვენი ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი. მე შევთხოვ უფალს, რომ ძალა ღვთისა და მადლი ღვთისა იყოს მფარველი მათი და საქართველოსი. დალოცვილი და გახარებული გავყოფოთ ამაზე ციერო. დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს. მათ აქვთ საპასუხისმგებლო შეხვედრა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და გამარჯვებას გისურვებთ. ჩვენთან არის ღმერთი. აღზა იყოს. საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში წმინდა ნინოს ჯვარი გამოაბრძანეს და მრევლს მისი მოლოცვის საშუალება მიეცა. ვილოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს, წმინდა ნინოს მადლი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას და ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს უსურვებ. დღევანდელი დღე სრულიად საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ქართველ ხალხს განსაკუთრებით უყვარს წმინდა ნინო. დღევანდელი ასეთი ხალხმრავლობაც იმ პატივზე მიუთითებს ზუსტად. მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე და განსაკუთრებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. აჰა, წარგგზავნით ჩემს წილხუდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი სიმხნით და უშიშრად და მის მკვიდრს ჭეშმარიტება უკადაგე. ამ სიტყვებით გამოაგზავნა დედა ღვთისმშობელმა წმინდა ნინო ვაზის ჯვრით ხელში საქართველოში. მართალია წმინდა ანდრია პირველწოდებულმა, წმინდა სიმონ კანანელმა და წმინდა მატათა მოციქულმა საქართველოში ქრისტიანობა პირველ საუკუნეში იქადაგეს, მაგრამ მეოთხე საუკუნეში ქვეყანა მაინც წარმართთა ტყვეობაში იყო. წმინდა ნინომ საქართველოში უამრავი სასწაული აღასრულა და ქვეყანაში ქრისტიანობა გაავრცელა. ჯერ დედოფალი ნანა, შემდეგ კი მეფე მირიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამავე პერიოდში ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. ის წმინდა გიორგის ახლო ნათესავი და სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის საბულონისა და იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის დის, სოსანას ერთადერთი ასული იყო. წმინდა ნინო ბავშვობიდანვე ეზიარა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ევედრებოდა უფალს, რომ ჩასულიყო ქვეყანაში, სადაც უდიდესი სიწმინდე, უფლის კვართი იყო დაბრძანებული.
შეისმინა ღვთისმშობელმა წმინდა ნინოს ლოცვა და საქადაგებლად საქართველოში გამოაგზავნა. წმინდა ნინო ქალწულ მოწამეებთან, რიფსიმესთან, გაიანესა და მათ 50 თანამოღვაწესთან ერთად იერუსალიმიდან ჯერ სომხეთში ჩავიდა. წმინდა ქალწულთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ კი წმინდანი ღვთაებრივი გამოცხადებით ფარავნის ტბას მიუახლოვდა და ჯავახეთის მთებით საქართველოში შემოვიდა. კაბადოკიელი ქალწული ქვეყნის მაშინდელ დედაქალაქ მცხეთაში დასახლდა. როდესაც წმინდა ნინო გარდაიცვალა, წმინდა ქალწულის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაკრძალეს. წმინდანმა გარდაცვალების წინ ქართველებს ანდერძად დაუდავა. დაიცევით მტკიცედ მართალი სარწმუნოება ქრისტიანობისა და ბეჭედი წმინდისა ნათლისხებისა. ყოველთა ერთად თქვენთა შემდგომად მოუთხრობდით აღსრულებულთა სასწაულთა საკვირველთა და დიდებულებას აღმთისასა, რომელნი იხილნეთ, რათა დღითი დღე განმრავლდებოდის სამწყსო ქრისტესი. საქართველოს მართლმადიდებელი წმინდა სამოციქულო ეკლესია ქართველთა განმანათლებელსა და მოციქულთა სწორ ქალწულს წმინდა ნინოს წელიწადში ორჯერ იხსენიებს. 1 ივნისს წმინდანის საქართველოში შემოგზავნებას და 27 იანვარს წმინდა ქალწულის გარდაცვალებისა და უფალთან მიახლების დღეს. როცა ოჯახში ბევრი ბავშვია, ამ სახელწოდების შეხვედრა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძართან არსებულ სამრევლო სკოლაში გაიმართა. ღონისძიება მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია გენი ქართულის ინიციატივით ჩატარდა. შეხვედრაზე ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი მშობლებს ბავშვებთან ურთიერთობასა და მათი აღზრდის პროცესში წარმოჩენილ სირთულეებზე ესაუბრა. შეხვედრა გენი ქართულის ახალი პროექტის მრავალშვილიანობა ქვეყნის სიძლიერეა ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიება დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ორგანიზატორები განცხადებით, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მსგავსი სახის ტრენინგები კიდევ ჩატარდება. გენი ქართულმა დაიწყო მოძრაობა საზოგადოება მრავალშვილიანობის მხარდასაჭერად და დაიწყო დიდი პროექტი მრავალშვილიანობა ქვეყნის სიძლიერეა. დღითი დღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამაში, როდესაც ოჯახში ბევრი ბავშვია, ეს მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და აქ იქნება საუბარი თუ როგორ გაუმკლავდეთ ამ სირთულეებს. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა არის სირთულეები და უპირატესობები მრავალშვილიანი ოჯახებისა. რა თქმა უნდა, სირთულეები არსებობს, მაგრამ იმდენად დიდია უპირატესობა მრავალშვილიანობის და იმდენად, ესე ვთქვათ, დიდი საგანძური არის თვითონ ოჯახისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ უპირატესობის შესახებ იცოდნენ ახალგაზრდებმა. მე გახლავთ 7 შვილის დედა და ჩემთვის როგორც მრავალშვილიანი დედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები. ვინაიდან ეს გვაძლევს საშუალებას უფრო მომზადებულები და მობილიზებულები შევხვდეთ იმ პრობლემებს, რაც თან ახლავს თავისთავად მრავალშვილიან ოჯახში და ურთიერთობებს მშობლებსა და შვილებს შორის. ნუ გაწყვეტთ დროთა კავშირს. ამ სახელწოდებით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში პოეზიის საღამო გაიმართა. ცხინვალის რეგიონიდან ღონისძიებაში მონაწილეობა 14 პოეტმა მიიღო. მათ შორის იყვნენ როგორც ცნობილი ხელოვანები, ისე ახალგაზრდა ნაკლებად ცნობილი მწერლები. საღამოს მზია ხეთაგურის შოთა დარბუაშვილის, ციცინო ბაბუცაძის, ლევან მეტრეველის, ნანა თვალაშვილისა და სხვათა შემოქმედებაზე იმსჯელეს. ავტორებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე თავადაც წაიკითხეს ლექსები. ჩვენ ძალიან დიდი ხანი არ გქონდა შეხვედრების ადგილი ცხინვალელებს და საერთოდ ხეობიდან დევნილებს და საერთოდ ქართლის დევნილებს. აი ახლა ჩვენ გაგვიჩნდა არაჩვეულებრივი სივრცე, ეს არის დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაცია. აი ამ სივრცეში ჩვენ შეგვიძლია ყველანაირი კულტურული ღონისძიებები გავმართოთ. პოეტების შეხვედრა დღეს ეს დაგეგმილი იყო მთელი წლის განმავლობაში. დღეს 4 თაობის პოეტები შეხვდებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან. თაობებმა არ უნდა გაწყვიტოთ კავშირი. ძველმა და ახალმა თაობა. მოგეხსენება ჩვენი მხარე, ჩვენი კუთხე ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ქართულით, თავისი კარგი ქართული მეტყველებით, ლიტერატურით, ხელოვნებით და ამიტომ დიდი მადლობა ადმინისტრაციას, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ეს ნამდვილად აუცილებელი და საჭირო ღონისძიება.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კასპში მაღალტექნოლოგიურ მიკრობიოლოგიურ საწარმოს ეწვია და მუშაობის პროცესს გაეცნო. დაწესებულება რამდენიმე თვეა, რაც ფუნქციონირებს და დღეისათვის 120 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 65 ადგილობრივია. ხელმძღვანელობის განმარტებით კომბინატის სრულ საწარმოო სიმძლავრეზე გადასვლის შემდეგ დამატებით კიდევ 250 სამუშაო ადგილი შეიქმნება. წარმოებულ პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია. პროდუქცია ექსპორტზე გადის გერმანიაში, თურქეთში, ყაზახეთსა და ბულგარეთში. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ორგანული სასუქების მწარმოებელი ახალი კომპანია ჯეოფერტის გახსნა, რომელიც რამდენიმე თვეა მუშაობს ბაზარზე, მაგრამ უკვე წარმატებით. მათ რამდენიმე წლიანი საგამოცდო პერიოდი ჰქონდათ და მათი პროდუქტები ძალიან ეფექტურად მუშაობს როგორც საქართველოში, ისე საექსპორტო ბაზრებზე. მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოებაც იგეგმება კომპანიის მიერ. ჩვენ უკვე სერიოზულ წარმატებას მივაღწიეთ საზღვარგარეთ, კონკრეტულად გერმანიაში გვაქვს ექსპორტზე გვაქვს ჩვენი სასუქი, მიმდინარეობს ცდები კოლუმბიაში, კოდიდუარში და სხვა მრავალ ქვეყანაში. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხორცის მწარმოებლებს ახალი რეგულაციები გააცნეს. რეგლამენტი განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და ხორც პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპზე სავალდებულო ეტიკეტირებას. ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ, როდის და რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკრული, ცხოველის ასაკი და ვარგისიანობის ვადა. 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ხორცის ეტიკეტირების ახალი წესი. და ამ წესის შესაბამისად ყველა ბიზნეს ოპერატორი, რომელიც დაკავებულია ხორცის გამზადებით და დამუშავებით და რეალიზაციით, ვალდებულია დაიცვას ამ წესის მოთხოვნები. გამომცემლობები ელფი და აგორა ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ლიტერატურული კონკურსის ლიტერატურული თარგმანი გამარჯვებულები გახდნენ. მათ საკუთარი პროექტების განსახორციელებლად დაფინანსებები მოიპოვეს. კონკურსი წელიწადში ერთხელ იმართება. გასულ წელს მასში 247 გამომცემლობა მონაწილეობდა. გამოვლინდა 37 გამარჯვებული, რომელთაგან 2 ქართული გამომცემლობაა. აგორა კონკურსის გამარჯვებული პროექტით ევროპის ლიტერატურის მოზაიკა გახდა. გამომცემლობა ელფს კი პროექტმა სახელწოდებით პირველად საქართველოში ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის 10 ლაურეატი მოუტანა. კონკურსის მიზანია კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების მხარდაჭერა, მაღალი ხარისხის ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელება, ასევე თარგმნილ ლიტერატურაზე წვდომის გაუმჯობესება. მონაწილეობას იღებდა მთელი ევროკავშირი, ყველა მონაწილე ქვეყანა პროგრამის. აღსანიშნავია ის, რომ კულტურის სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად ჩვენ მივუერთეთ ამ პროგრამას. შარშან გამოცხადდა ლიტერატურული თარგმანების კონკურსი, სადაც საქართველოდან მიიღო მონაწილეობა 5 გამომცემლობამ. აქედან 2-მა ელფის გამომცემლობამ და გამომცემლობამ აგორო მიიღეს დაფინანსება. მე რა რომ ევროპის 257 გამომცემლობა იყო. არა მარტო გავიმარჯვეთ, არამედ პირველ საუკეთესო ათეულში მოვხდით ჩვენი ქულებით და ამით ძალიან ვამაყობთ. რომ ეს იყო ჩვენი პროფესიონალიზმის გამომჟღავნების საშუალება და ეს ჩვენ გვჭირდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ წიგნების გამოცემა ისედაც შეგვიძლია, არ არის პრობლემა. წარმატებული გამომცემლობა ვართ, მაგრამ ქვეყნის იმიჯისთვის, ჩვენი უცხოელი პარტნიორებთან, ჩვენი იმიჯის კიდევ უფრო აწევისთვის ეს იყო ძალიან კარგი საშუალება, ამიტომ ჩვენ ეს საშუალება ხელიდან არ გავუშვით და გავიმარჯვეთ კიდე. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზი მორიგ ექსპოზიციას მასპინძლობს. ჯგუფურ გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრებით ამთვალიერებლებისთვის ამჯერად მალხას ბარბაქაძემ, დავით მონავარდისაშვილმა, ერეკლე წულაძემ, დავით ბაშარულმა, ზეზვას აღლიანმა და თამარ ბახტაძემ გამოფინეს. ექსპოზიციაზე ავტორებმა 150-მდე განსხვავებული ჟანრისა და თემატიკის ექსპონატი ლითონ პლასტიკის მიმართულებით წარადგინეს. ეს გამოფენა არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი გამართულა ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო სივრცეში და მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ცენტრი ყოველთვის მზად არის, რათა ხელი შეუწყოს ესეთი ნიჭიერი ადამიანების მოღვაწეობას, რათა მათ ასე ვთქვათ, მიეცეთ საშუალება გააცნოს საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას.
საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მძლეოსნობის ფედერაციას, ქუთაისის მერიას, ევროპის მძლეოსნობის ასოციაციასა და ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციას შორის გაფორმდა. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად ქუთაისის საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და გარშემო სარბენი ბილიკების მოწყობა განხორციელდება. იმერეთი არის ერთ-ერთი აქტიური რეგიონი მძლეოსნობაში და აქ აღინიშნა, რომ ქუთაისში და იცით რომ 3 წელი ზედიზედ საკმაოდ დიდი ღონისძიებები ჩატარდა მძლეოსნობის თბილისში და ეხლა გადავდივართ ქუთაისში და დარწმუნებული ვარ რომ უკვე მომავალი წლიდან ქუთაისი გახდება ერთ-ერთი თვალსაჩინო ქალაქი ევროპაში, სადაც ჩატარდება მაღალი დონის ღონისძიებები. მე დარწმუნებული ვარ რომ ქუთაისის სტადიონის უმაღლესი სტანდარტებით გამართვის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება რომ მან სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლოს. მსოფლიოში ეს სპორტი ერთ-ერთი წარმატებული სახეობაა და მას საქართველოშიც ხელშეწყობა და ყურადღება ჭირდება.